მე კარგად მახსოვს 2012 წლამდე როგორი პროპაგანდა ტრიალებდა გაზეთებისა და ტელევიზიების მეშვეობით. მაშინდელი პრორუსული ოპოზიცია როგორ საუბრობდა, რომ მასობრივად იყიდებოდა ქართული მიწები ჩინელებზე, რომ ჩინელები აკონტროლებდნენ თბილისში კვარტლებს, რომ ჩინელების უბნები იყო, რომ ჩინელებზე გაიყიდა ტყეები და რა ხდება დღეს. შეგიძლიათ მანახოთ ვინმე ჩინელების უბანი, ჩინელების მიერ ნაყიდი ტყე და იმ ტყეში იერსახის ცვლილება, რომ ხე აღარ არის და სხვა რაღაცა გააკეთეს. მე არავის არ ვიცა, უბრალოდ ფაქტი მინდა იმის ამსახველი, რომ ეს მართლა მოხდა. რაც შეეხება დღეს, არაბებზე იყიდება მასობრივად მიწები და დაბალი განვითარების მქონე ხალხისთვის ეს ყველაფერი გასაგები ვერ არის, ინვესტიციის სახელით არის ეს ყველაფერი შეტენილი ამ ხალხისთვის, რომ თურმე ინვესტიცია შემოვიდა 7 მილიარდის ოდენობით და სად უნდა წავიდეს ეს? ვინმე მეტყვის ქარხანა უნდა აშენდეს, რომელიმე ფაბრიკა უნდა აშენდეს? ჩვენს ქვეყანას რომ შემოაქვს ტრუსიკი და ნასკი თურქეთიდან, ამას ჩაანაცვლებს ეს ინვესტიცია? რა შეღავათი ექნება მაგალითად კასპელს, სადაც უამრავი მიწა არის გაყიდული არაბებზე. სოფელ ქვემო ჭალაში, წინარეხში, აღაიანში, ვინმე მეტყვის კასპში რა ინვესტიცია შემოვა? ჯიბეზე როგორ იგრძნობს მოხუცი თუ ახალგაზრდა? რითი უნდა დასაქმდეს ეს ხალხი? ბაღები უნდა გაშენდეს? ვაშლისა და ატმის ბაღები უნდა გაშენდეს? ყურძნის ვენახი უნდა გაშენდეს? და აქ რა იქნება? ქართველები იქნებიან დასაქმებულები? და ქართულ ეკონომიკას რაში გამოადგება ეს ყველაფერი? ვინმე ამას ამიხსნით? ინვესტიცია რა არის? ვიღაცა არაბი შემოვა, ააშენებს სასტუმროს, იმ სასტუმროში ისევ არაბები ჩამოვლენ და ქართველები იქნებიან დასაქმებულები ერთი ადგილის მწმენდავად. იმათი მიბინძურებული და ჩაუხრებული უნდა წმინდონ ქართველებმა. ისინი რომ ტუალეტში შევლენ და მიაბინძურებენ ქართველებმა უნდა დაასუფთავონ. და ეს არის ინვესტიცია? ამაზე ვიყრავთ თავებს და ამის გამო უნდა გავაჩეხინოთ ტყეები? თბილისში, კრწანისში, სადაც არის უნიკალური ტყე, იქ უნდა ჩამოვასახლოთ არაბები და ინვესტიციას ამას ვეძახით? და დავით აღმაშენებლის მიერ 1122 წელს განთავისუფლებული თბილისი არაბებისგან ისევ არაბების ხელში უნდა აღმოჩნდეს? ეს არის ინვესტიცია და ამისთვის ვიბრძოდით? ამისთვის იბრძოდა ქართველი ერი? ამისთვის შეეწირა უამრავი ქართველი მეომარი, რომ საბოლოოდ რუსების და არაბების ხელში აღმოჩენილი იყო ეს ქვეყანა? ეს არის თქვენი ნანატრი ქვეყანა ქოცებო? და მიშას მიერ არაბებზე, თურქებზე და ირანელებზე და ჩინელებზე გაყიდული საქართველო გტყივათ, გახსოვთ და დღეს რაც ხდება ეს თქვენთვის ინვესტიციაა? მოღალატეები ხართ. თქვენაერი მოღალატეები აღარ განმეორდება ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ ყორღანაშვილებზე, ჯაყელებზე და ყველა იმ მედროვეზე და მოღალატეზე უარესი ქართველი, რომლის ნაირიც და მაგვარიც აღარასდროს აღარ განმეორდება ამ ქვეყანაში.